ყველას მოგესალმებით. დღეს განსაკუთრებული დღე. მე დელაშოს ქორწინების დღე არის. 16 წელი გავიდა, რაც ერთად ვართ და მოკლედ არ ვიცი, ვიფიქრე. რა გავაკეთო თქო და დღეს მოვიფიქრე, რომ პიცას გავაკეთე. დღეს არაჩვეულებრივი მენიუ მინდა რომ მქონდეს, რამე მაინც რომ მქონდეს მენიუში. გასვლით, არ ვიცი, გვინდოდა სადმე გასვლა, მაგრამ დღეს მეგონი ვერ მოვახერხებთ. ამ დღეებში, სადმე გავისეირნებთ, იმედია. მაგრამ დღეს ესეთი ჩვეულებრივი დღე არის, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მინდა რომ გამოვხატო. ამიტომ დღეს წავალეხა და ვიყიდი პიცის ინგრედიენტებს და გავაკეთე პიცას. და არა მარტო პიცას, რა თქმა უნდა, სხვა საჭმელსაც გავაკეთე. მაგრამ ეხლა ეგ მოვიფიქრე ჯერ. ასე რომ ესე 16 წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა, ისე რომ ვერც გავიგე. ოღონდ მართლა ეს კი ჩვენი ქორწინების მთავარი, ერთ-ერთი მთავარი შენაძენი, ასე ვთქვათ. დღე მეორე ნატალი ისევ მიდის ექიმთან. ამჯერად იმედია ამოიღებს კბილს. გუშინ ყველა წაგვიყვანა. საცობები. ეს დანკაიანია. იცები გამოვაცხვე. კაი იყოდე? რო გასინჯე. მე ჭამა ვერ მოვასწარი, ხარ მივალში. აი, როგორი პიცები გამოვიდა. ხო, მაგრამ შენ მოაცალე. რომელიღაც ნაწილი უპამიდრო გავაკეთე, მაგრამ მიდი და გაარჩიე ეხლა რომელი იყო. მე მგონი აი ეს არის უპამიდრო, აი აქითა ხარე. მოკლედ ვიყავით ექიმთან. ამოუღეთ კბილი ნატალიკოს, როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ უნდა ამოიღოს კბილი. და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ კიდევ ქონია ამოსაღები, ორი კბილი თან აუცილებლად ამ კვირაში, იმ კვირაში უბრალოდ აუცილებლად უნდა ამოვიღოთ და იმედი აღარ გაგვაწვალებს, ახლა ეგრე, როგორც გუშინ და დღეს. დღესაც ქონდა მცდელობა, მაგრამ შეიძლება ჭამა. ეს არის ჩვენი ქორწინების დღე, ასე შეგახსენებთ და ამ დღისაბადებსაცემოდაც გამოვაცხებ ესეთი მშვენიერი პიცა, გავაკეთე ბაჟე, რაღაცები ვიყიდე და მოკლედ ეხლა კიდე მე მგონი ლაშა მოიტანს ტორტს. და აი ესე ვიწრო წრეში აღნიშნავთ ძალიან საყვარლად ჩვენს დღეს. ყველას დიდი მადლობა, ვინც მოგვილოცავთ. უღრმესი მადლობა, არ ვიცი როდის დავდებ ამ ვიდეოს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ დღეებში დავდებ ამ ვიდეოს და ყველა მოლოცვებს დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენგან. ძალიან დიდი მადლობა. აი ესე პიცა ნელ-ნელა ილევა.
უგემრიელესი გამოვიდა, ოღონდ მართლა ეს არის ლორით და ეს არის სალამით და ძალიან კარგი გამოვიდა მართლა. კიკრიმ გაგრილება გადაწყვიტა როგორც ხედავ. აი მე როგორ ხარია, როგორ მოსწონს. კიკრი. როგორ ბანობს. ჭუმპალობს. აბა ჩვენი გადავშინას ტორტი. აბა ჩვენი გადავშინა. რა ლამაზია. მარცხი. ეს მადაში კიდე? იქა. მადაში. დოლჩე ვიტაში. მივხვდი რომ არ არის მადის ვერ ვიცანი. დოლჩე ვიტაში კაია. იცი რა? ტორტიკი. შეკილოცა 16 წლის. იუბილეს. მალოცებს ვიღებ. დილამშვიდობისა ყველას. დღეს შემდეგი მე ისე ვარ ვიცი რა გავაკეთო საჭმელი. და ეხა იმედია ფატი მომაფიქრებინებს. ამჯერად დილის ვლოგში უკვე შესაძლებლად ფატი ვყავ. მოხდა დედამთილი. ხო. დილამშვიდობის. ხო და რა ვიცი, აბა იქნებ მოვიფიქროთ ახლა ერთად. გუშინ ვიფიქრე და ბოლოს ბაჟე მოვიფიქრე და პიცა. ხო, დღეს ვფიქრობ წვნიანს. რა ვიცი, სუპს კი გავაკეთებდი, მაგრამ ყველა კაცები არ შეჭამენ. რამე ისეთი შეიძლება. პიცა შეჭამს, პიცა, ბაჟია, ქათამია და მიირთვა ის. ხო. შენი გამოჩენა უხარია ჩემს ვლოგში. ის გამოჩენა. ესე სახლურ ფორმაში, მარიტას ხალათში. თბილად, კომფორტულად. გიხდება სხვადასხვა. რა ხდება წყალტუბოში მოგვიყევი? წყალტუბოში რა ხდება რა? რაწყვეტა. რაწყვეტგანის ხდება წყალტუბოში. მალე ჩვენ ჩამოვალთ წყალტუბოს ვლოგებს არ მოვაკლებთ ხალხს. გამოჩნდებით წყალტუბოს საავტომობილო ვლოგით. ამჯერად მე დაგახვედრებით, სათქვი? მე ამჯერად მართალია. ძალიან დამახვედრა პიცა. და კი მიყურებთ ეგერ ვზივარ ხალათში კონკრეტულად. ისვენებ, მოვიწყო ჩვენიერი ადადეგები. შეიცვალა როლები მეგობრებო. ეხლა მე ვფიქრობ რა გავაკეთე საჭმელი. ესეც ხდება ხანდახან. შეიცვალა როლები, დედამთილი ისვენებს, რძალი ფუსფუსებს. მაგრამ შენც უნდა ჩაქრთო მაინც დღეს რამეში. სულ პრობლემა იდეა რა გავაკეთოთ სადილი, რა გავაკეთოთ სადილი. მართლა. რამე ის უნდა არსებობდეს. ისე წინასწარ არ გიფიქრია მენიუს შედგენა, ზოგი ესე აკეთებ. ხო, მაგრამ მაინც არ გამოგდის. ხო, მეც გამიკეთებდა, მაგრამ აი იმ დღეს თქვათ რაღაც მიწერია სიაშო არ მინდა ხო რაღაც ხონა შეცვალო რაღაც ალტერნატივა. თქვენ როგორ ფიქრობთ ხოლმე? ვინ გეხმარებათ საჭმელების მოფიქრებაში? ძალიან რთული პროცესია მართლა. თან უკვე ყველაფერს რო გააკეთე. ისეთებით უყავს სახში რომ ყველა სხვადასხვა მოწმოს და ერთნაირი საჭმელი არ უნდათ. ხო, მართლა ბავშვებსაც ნატალის სხვა რაღაც უნდა, მარიტას სხვა ლაშას ხო საერთოდ. ეს ბავშვებსა. კიდე კაი თქვენ მაინც პრეტენზიები ხარ. ხო. ახლა რა სიზორ ძალთან უპრეტენზიებთ. პრეტენზიები არ გამოვა. დედამთილში არ გამოთქვამენ ჩემთან. დედამთილი და ისიც პრეტენზიული ოხ ძალიან ცუდია. არ გამოვა. არა ხო, მაინც ახლა ასე თუ ისე არ ხარ პრეტენზიული. არც მე პრინციპში მეც ხო არ ვარ. არა. დიდად ახლა. ნამდვილად არა. მეც არ ვარ პრეტენზიული რცალი. ამიტომ უგებთ ასე კარგად ერთმანეთს. ჩვენი საიდუმლო ეს არის. ამიტომ ერთმანეთის აზრებს პატივს რომ არ ვართ პრეტენზიულები. ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს, გემოვნებასაც.
ვცდილობთ. მაგრამ ნუ ეხა ეგრეც არ არის რომ რაღაც არ მიყვარს და ძალიან ვჭამ, მაგრამ ხო, მე მაგალითად არ არის ეგეთი არაფერი არ მიყვარს, აი სუში არ მომეწონა. მაგრამ ხო სცადემა ის და გასინჯელაშა მარტკის სცადა. არასდროს არ ვცდილობ. არასდროს ეგეთი რამე რომ პამიდორზე, ვაი, მთელი ცხოვრება მეხვეწები პამიდორი გასინჯეს და არ არსებობს. ლაშას იმდენი რამე არ ქონდა განასინჯი, რომ რამის გემო არ იცოდა. ხო და ეხა პიცი და პამიდორებს ესე იღებს. ჩვენ კი 1.5 პამიდორის გარშე გავაკეთეთ, მაგრამ მაინც დაგვავიწყლა მე. პიცაში პამიდორი არ იყოს. ხო. არ გიყვარდეს, მაგრამ არიან ეგეთი კატეგორიები, კი. ხო და ესეთი ამბები მეგობრებო, ესეთი განსხვავებული დილა არის დღეს. აი ესეთი სტუმარი მყავს ვლოგში. ეხა ეს დღეები არ ვდებ ვიდეოებს, მაგრამ ეხა დავიწყებ და ყოველ დღე დავდებ ვლოგებს. სტუმრები ყავს ოჯახში, დიასახლისობს არც არის ვლოგებისთვის და აპატიეთ. აპატიეთ მეგობრებო. აპატიეთ და დაიწყებს. ხო, ეხა გავაქტიურდები ცოტა ხანში და წყალტუბოში რო წავალთ, იქაც გავაგრძელებ. 3 დღე. აუ, იქ ძალიან მიყვარს ვლოგების დადება. იმიტომ უყვართ კიდევ წყალტუბოს ვლოგები, რომ იქ რა ვიცი, შენ რო სტრიალებ რაღაცებს აკეთებ და კიდევ ვიღე. აქ როცა ტრიალებ, აქაც უნდა გადაიღო. ხო, მე ისა. გადამღები არ ყავს. ხო, აქ არ მცალია ხოლმე. ისე ფუსფუსებს არ. და იქ მცალია, რომ ფატის გადავუღო და დავსდო ხოლმე კამერით. ფატი აკეთებს რაღაც კამერით დავსდო და გამომდის შვედიერი ვლოგები. მეც ყავთ ეგეთი პაპარაცები ოჯახში. და ეგეთი დედავთილები. ხო, თან პაპარაცი ყავს ოჯახში. მაგიტო კაითანი ხო სეირნობთ ხოლმე უფრო ხშირად, ანუ ხშირად მივდივართ ხოლმე, როცა არ დადეგებია და დროც ბევრი გვაქვს გაკვეთილები არ გვაქვს სასწავლი. და მაგიტო არა წყალტუბოს ვლოგები განსაკუთრებულად უყვართ ჩემს მაყურებლებს. რაღაცა ისეთი ვაიბი არის. დასვენების, რელაქსის. განსხვავებული. ხო. ჩემთვის აქ არის. აი ხდები ხაშიე. დედამთილისთვის აქ არის ეგეთი. დასვენება, რელაქსი, ადადეგები, ყველაფერი ერთად. ხათა შორის ჩვენც გვაქვს პარკი, ისე დღეს თუ არ წავ. აი აქ რო გააკეთეთ რაღაცა ხალი ხო? ძალიან კაია. კი ვნახე ისე წყალტუბოსნაირი დიდი არ არის, მაგრამ წყალტუბოს პარკისნაირი. მაგრამ პატარა, მაგრამ ძალიან კარგი. გუშინაც აფთიაქში წავედით მე და მარტა და მე მეთქი მოდი აბა გავიდეთ. თქო და ის რო დავჯექით, წამოს აღარ გვიდოდა. ამდენი გადატვირთული ცხოვრების ფონზე კარგი ეგეთი რაღაცები, სულ პატარა იყოს განტვირთვისთვის მაინც კარგია. 1 საათითაც რო გაგვიდა ბავშვებთან ერთად. თორე ძნელია ესე კორპუსის ბინებში ცხოვრება ეს სახლში. ერთი და იგივე რუტინა. კაია, ვისაც საკუთარი სახლი აქვს. ხო. მე და ფატი ვოცნებობთ საკუთარ ნამდვილად. ვინც იცი საკუთარი სახლის გემო, ხა მეც ხო იქ ვარ გაზრდილი, შენ სხვა გირკახეთში გაქვს და მაინც სხვანაირი სიტუაცია არის. კი, სუ სხვა არის, სუ გარეთ ხარ და რაღაცა ენერგიები კორპუსის ბინაში. ის ენერგიებით იკვებები, რასაც ქვია და კორპუსში კიდე რთულია. დაფასეთ ვისაც გაქვს საკუთარი სახლი, თქვენი პატარა დაწერეთ კომენტარებში, აბა ვის გაქვთ საკუთარი სახლი. ფუსფუსებთ ხოლმე ეზოში. და ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ ახლა კორპუსებში ცხოვრება. იქ კახეთში ეძახიან ხოლმე ყუთებში ცხოვრობენ უთეში. ბერს მოწონს ეს საკუთარ ცხოვრობს კორპუსის. ხო, ისე პირიქით არის მეგონი მეც უფრო რაღაც ხრივ თავის დადებითი და უარყოფითი. რაღაც ხრივ უფრო ისე უიუტნი როგორ არის, აი მყუდრო არის. ხო. მაგრამ საკუთარი სახლი უფრო აი ხა დედაჩემს მაგალითად ხო კახეთში ხო ჩადიო ხოლმე და უყვართ იქ რა თქმა უნდა დიდი ეზო ყოფილი, მაგრამ მაინც იღლება ხოლმე და თბილისში ჩამოსვლაც უყვარს, აი ყუდროთ რა დაჯდება ხოლმე და ხო ეს ბინაში ყუდროთ არიან. აქ რო არის მაინც იქ ხო ურჩევნია ფუსფუსებს და თქვენ დაწერეთ, უფრო სწორად იცით როგორ დაწერეთ, აი როგორ გირჩევნიათ თქვენ საკუთარი სახლი რომ გქონდეთ თუ ბინაში რომ იცხოვროთ, საინტერესოა. ხო და ესე მეგობრებო.
ბავშვებს ძინავთ, დღეს უქმე დღე არის. ჭორაობს. ხო, ჩვენ ჭორავთ.